უპრეცედენტოდ მასშტაბური და ხანგრძლივი პროტესტი ქვეყნის უახლეს ისტორიაში თბილისის მთავარი გამზირი ამ წუთებში იკეტება. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არ ნებდებიან ივანიშვილის რეჟიმს 55 დღეა ქუჩაში დგანან და აპროტესტებენ არალეგიტიმურ ხელისუფლებას. ქართული ოცნების რეპრესიებისა და ძალადობის მიუხედავად საპროტესტო მუხტი არ ცხრება. ყველას, ვინც პროტესტის ეპიცენტრში დგას, გაცნობიერებული აქვს, რომ ხელახალი არჩევნები და პოლიტპატრონების გათავისუფლება არის მოთხოვნები, რომლების შესრულებაზეც არის დამოკიდებული ქვეყნის მომავალი განვითარება. რა ხდება ახლა რუსთაველის გამზირზე? ამის შესახებ დეა მამისეიშვილი ისაუბრებს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. წაადისკანდირებენ აქციის მონაწილეები. პროტესტის 55 დღეს რუსთაველის გამზირი არის ისევ გადაკეტილი იმის მიუხედავად, რომ რაც საკვირველია, ხელის შეშლის მცდელობა ჰქონდა დღესაც გომელაურის რეჟიმს. პოლიციელები იდგნენ დღესაც ერთმწკრივად იმისთვის, რომ გზის სავალ ნაწილზე არ გადაეშვათ აქციის მონაწილეები, რომ მიტინგი უკვე დედაქალაქის მთავარ მონაკვეთზე საავტომობილო გზაზე არ გაგრძელებულიყო, თუმცა დღესაც ვერაფერი მოუხერხა ხალხის პროტესტს. რეჟიმმა და ქართველი ხალხის ხმა დღესაც ისმის რუსთაველის გამზირიდან. ძალიან სიმბოლურია, რომ ყველა წადი მხოლოდ და მხოლოდ ამ მოწოდებით მიმართავს დღეს ოლიგარქიულ რეჟიმს, იმიტომ რომ პრინციპში მეტი სათქმელი რუსი ივანიშვილისთვის აქ მდგომ ადამიანებს არ აქვთ. ისინი შეჩვეული არიან ხელის შეშლას პოლიციისგან, ასევე პროტესტის ხელოვნურად ჩახშობის მცდელობებს, თუმცა ფაქტია, რომ 55 დღეა ყველა აქ დგავართ და უნდა ეს თუ არა რეჟიმის პოლიციას ყოველდღე იკეტება დედაქალაქის მთავარი გამზირი. და რა საკვირველია, ორი უცვლელი და პრინციპული მოთხოვნით თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ხმაურია ახლა გესმით კიდეც ეს საპროტესტო შეძახილები და 55 საპროტესტო ღამე ჯერ მხოლოდ იწყება დედაქალაქის მთავარ მონაკვეთზე. ცოტნე კობერიძე არის აქ და მასთან გავაგრძელებ საუბარს. ცოტნე, მითხარით, როგორი არის ის განწყობა, რომელიც არის ხალხში, ანუ დღიდან დღემდე არაფერი იცვლება საპროტესტო თვალსაზრისით და არ იცვლება სხვათა შორის პოლიციის მოქმედებაც. აი მუდმივად ცდილობენ, რომ ოღონდ ხალხს გზა არ გადააკეტინონ, თუმცა ჯერ ამ 55 დღის განმავლობაში, რა ვიცი, წარმატება ვერ მიაღწია რეჟიმის პოლიციამ. აქ ყოველთვის კაი განწყობაა ჩემთვის. თითქოს დღის განმავლობაში თავისუფლება გაკრია და შენი წილი თავისუფლება რო იპოვო, აი ამ ქუჩაზე უნდა გამოიარო. ყველა არ ქვია აქ მოსასვლელ მოედანს თავისუფლების მოედანი. მეტრატი რომ მოდიხარ და თავისუფლების მოედანზე ამოდიხარ, აქ რო დაფიქსირდე. მართლა თითქოს თავისუფლების ასაღებად მოდიხარ, აქ რო ადამიანი გძნობ თავს მომავლის საქართველოს ნაწილად, ეგრე არცად. ამიტომ რომ აქ ხედავ ხალხს, რომელიც ყველაზე დიდი პატივმოყვარეობით, ყველაზე დიდი თავმოყვარეობით გამოირჩევიან, რომელსაც ესმით ხარისხის მნიშვნელობა, რომელსაც ესმის, რომ მისი წილი დასავლეთია გასაჩენი, რომელსაც ესმის, რომ თვითონ უნდა იყოს წარმატების მაგალითი, რომელსაც ესე თვითონ უნდა იყოს საქმის გამკეთებელი, რომელიც აქ ოჯახად შეიქმნა და ოჯახს კრავს საერთო ემოცია და ხალხს უკვე საერთო თავგადასავალი აქვს ისეთი, რომ გაჭირვებაში გამოცადეს ერთმანეთი, ესე მოქალაქეები ერთმანეთის გამოცდილი ყავდეს, იშვიათი ხდება და ამიტომ ამ სიძვირფასეს რასთან ერთადაც ამ ქვეყნის კეთება მერე გაგიხარდება, ხშირად ვერ იპოვით, ამიტომ ამ ისტორიის ნაწილად ყოფნა არის მნიშვნელოვანი. შეიძლება ესე რაღაც დიდხანს ჟღერს ამ დიხანიც აკორთ, მაგრამ ისტორიისთვის ცოტა დროა და ეს გაელვება ღირს, რომ ამის ნაწილი იყო, რომ წლების მერე ბევრი გასახსენებელი ადამიანს არ გიგროვდება და ეს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო გასახსენებელი იქნება. ამიტომ თვითონ ეს პროცესი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ხდება. ძალიან დიდი მადლობა. ცოტნე და თითოეულ აქ მდგომ ადამიანს რომ ეძვირფასება ზუსტად ამიტომ ბრუნდებიან ამ 55 დღის განმავლობაში. ხედავთ თქვენ რომ ხალხი აქ არის ბანერებით მოსული, ყველა საკუთარ აზრს აფიქსირებს, მაგრამ მთავარია შეკრება, მთავარია ყოველდღე გაჟღერდეს მათი სათქმელი. ამიტომაც პრინციპულია, რომ ყოველდღე რუსთაველის გამზირი არის გადაკეტილი და ყოველდღე ამ მონაკვეთს იკავებს ზუსტად ქართველი ხალხი. ზვიად რატიანთან გავაგრძელებ ახლა საუბარს, რომელზეც იძალადეს რეჟიმის წარმომადგენლებმა საზოგადოებისთვის ეს კარგად არის ცნობილი, მაგრამ თქვენც სხვა დანარჩენთან ერთად ყოველდღე აქ ბრუნდებით, ხო? ესეც ერთგვარი პასუხია, ერთგვარი შეუგუებლობა და უმორჩილებლობა, რასაც მათ შორის აქ დგომის მანიფესტით უცხადებთ თქვენ რეჟიმს. ხო, რა თქმა უნდა, სხვა რა გზა გვაქვს სულ მცირე. ყველაზე მცირე რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ფიზიკურად თუ შეგვიძლია და მე შემიძლია, მიუხედავად უკვე მოძველებული ტრავმებისა, ის არის რომ აქ ვიყოთ და სადაც საჭიროა იქ ვიყოთ. ეს არის ყველაზე მცირე რაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. გასაგებია რომ ხალხს ოჯახები ყავს და ყოველდღე შეიძლება ვერ გამოცხადდეს აქ, მაგრამ ერთმანეთს ვენაცვლებით და აუცილებელ მინიმუმზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად არის ხოლმე.
რაც შეიძლება არ იყოს საკმარისი ამ რეჟიმის ჩამონგრევისთვის, მაგრამ ეს რომ არ ხდებოდეს, არც არაფერი სხვა არ მოხდება, რაც ყოველ შემთხვევაში არ მოხდება იმ ტემპებში, რასაც ახლა ვუყურებთ, ეს სანქციები იქნება, რეჟიმის არაღიარება იქნება, თუ თუნდაც შიდა ბზარები და თუნდაც ის ბიზნესმენების პროტესტი და ასე შემდეგ და კიდე რამდენი რამე არ ვიცით, შიგნით რა პანიკაა და რა ჭირთ, იმიტომ რომ ამათ ხალხი არ უყვართ და ქვეყანა არ უყვართ, თორე თავის თავი უყვართ და არავის არ ემეტება საკუთარი თავი. შეწიროს იმ გადაბერებულ პიტეკანთრობს ავატყოფ კაცს, რომელსაც არავინ არ ადარდებს. მაქსიმუმ ოჯახის გარდა ხო და რომელიც ჩვენი ერთ დღეს და ველოდებით მაგ დღეს ჯანდაბას მისი თავი გაგვერიდოს და ჩამოიშლება და ჩამოინგრევა. ეს ხო პოლიტიკური კლასი არ არის და პოლიტიკური პარტია და ეს ხო არაფერი არ არის, ეს არის კრიმინალების ბანდა, აბსოლუტურად გარყვნილი ადამიანების ერთობა, რომლებიც განგრენასავით მოედო ამ ქვეყანას, მაგრამ რაც დეკემბრიდან ხდება და გამოამჟღავნეთ და როგორც იქნა გადაფორმატდით თუ ახალ საზოგადოებად ქცევის პროცესში ვართ და ის იმედის მე მაგალითად და არა მარტო მე ნოემბერში ჯერ კიდევ არ მქონდა, არის ძალიან დიდი ბედნიერება და არა მარტო ამათ მოსაშორება, ჩვენ რო უკეთესი ხალხი გავხდეთ და მე რო ვეღარავინ გამივიბედოს და იგივე უარესი არ დაგვემართოს. დიდი მადლობა ბატონო ზვიად, ჩვენ ზვიად რატიანს ვუსმენდით პირდაპირ ეთერში და მან მათ შორის ისაუბრა შიდა ბზარები ძალიან თვალსაჩინოა, რომელიც აქვს რეჟიმს და მათ შორის საჯარო მოხელეების პროტესტს ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში მათ განცხადებებს, მათ მსვლელობებსა და მარშს და მათ წინააღმდეგობას ისინი პირდაპირ აკრიტიკებენ იმ ნაბიჯებს, რომელსაც ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ვითომ და დგამს და დღესაც ვნახეთ ჩვენ ასეთი საპროტესტო გამოხატულება საჯარო მოხელეების პარლამენტის კვლევითი ცენტრი გაუქმა რეჟიმმა მხოლოდ იმიტომ რომ თანამშრომლები აპროტესტებდნენ რუსული ოცნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და თანამშრომლები რომ არ გაეშვათ დაარქვეს ამ ცენტრის გაუქმება, გადაწყვეტილებას, რომელიც ცხადი არის რეპრესიული. მას შემდგომ რაც ეს სიახლე გაიგეს ცენტრის თანამშრომლებმა დღეს ზუსტად ამ ლოკაციაზე გამართეს საგანგებო ბრიფინგი, სადაც პირდაპირ ამხილეს რუსი ივანიშვილის რუსული რეჟიმი. მიღებულია გადაწყვეტილება პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ. მისი განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ცენტრის 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობას, რომელთაც ხელი მოაწერეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დაყენებასთან დაკავშირებით და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობის დაგმობის შესახებ. ჩვენ აღნიშნულ განცხადებაზე პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებიდან ხელმომწერი პირები მითითებულ ქმედებას ვაფასებთ როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული კეთილსინდისიერი თანამშრომლების მიმართ დაწყებული რეპრესიების მორიგ გამოვლინებას. ამ დრომდე, დღევანდელ დღემდე კვლევითი ცენტრის რაიმე სახით რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ, მისი რაიმე სახით ფორმის შეცვლის შესახებ საუბარი არ ყოფილა. გამოვხატეთ ჩვენი ერთგულება, განუხრელი ერთგულება საქართველოს კონსტიტუციის მიმართ და დავგმეთ ძალადობას ვუწოდეთ ძალადობა და აქტივობა გაგრძელდა შემდეგ უკვე იმ რეპრესიული აქტის კრიტიკით, რომელიც დაინიცირდა ქართული ოცნების მიერ და რომელიც არის ცალსახად არაკონსტიტუციური. ყველაფერი დაიწყო საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების ერთობლივი პროტესტით. ერთ-ერთი იყო ჩვენ მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც დავგმეთ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობა და ასევე გავემიჯნეთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას 2028 წლამდე. ეს ყველაფერი იყო მოსალოდნელი, ეს ყველაფერი იყო დროის საკითხი, თუმცა სამწუხარო არის, რომ ამ ყველაფერთან ერთად იდევნებიან ის თანამშრომლები, რომლებიც არ აწერენ ღია განცხადებას ხელს და რომლებიც აგრძელებენ თავიანთ საქმეს. პარლამენტთან პროტესტი 55 დღეს ითვლის, ქართველი ხალხი ისევ ერთმანეთს დედაქალაქის მთავარ გამზირზე ხვდება ორი უცვლელი მოთხოვნით, იმის მიუხედავად რომ ხედავთ რეპრესიებს, ხედავთ ძალადობას და მათ შორის პროტესტის ჩახშობის მცდელობებს რეჟიმის მხრიდან, მათ შორის ტერორითა და შანტაჟით, ხედავთ რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ რეჟიმის ყველა სვლა აღმოჩნდა წარუმატებელი.